ჩვენ ვესაუბრებთ გორის ეკონომიკური ინსტიტუტის ფიზკულტურის კათედრის გამგეს სპორტის დამსახურებულ მოღვაწეს ბატონ გივი ხაჩიძეს. ბატონო გივი, თქვენი დღეს მართა სპორტული დღესასწაულია. ეს დაკავშირებული MDD სპორტსმენის სახელთან, რომელიც ამ სოფელში დაიბადა, აქედან აიდგა ფეხი და გავიდა დიდ ასპარეზზე. თქვენ იცნობდით ბატონ დურმიშხანს, რას გაიხსენებდით მის შესახებ? რას გვეტყოდით? დურმიშხანი იყო ერთ-ერთი უძლიერესი სპორტსმენი, არა მარტო სპორტსმენი, არამედ როგორც მოქალაქე. ადამიანი, რომელსაც დიდი სიყვარული პატივისცემა დაიმსახურა ქართველებში, ასე ვიტყოდი. დურმიშხანი იყო ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა ჩემპიონი, საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. მან ისეთი დიდი სახელმწიფო პატივისცემა დატოვა ქართული ჭიდაობის მოყვალთა შორის, ისე როგორც თავის დროზე ჩვენმა ცნობილმა დიდმა მოჭიდაებმა სანდრო კანდელაკმა, ნესტორ ესებუა, ისე ვიტყოდი მე მის შესახებ, შაშო ერელმა, არსენ მეგობიშვილმა და სხვა. ის რომ დღეს სოფელთაში მის საპატივისცემოდ ტარდება შიდა ქართლის რეგიონის რაიონების პირობა ქართულ ჭიდაობაში, ეს ნამდვილად სიმბოლური ენდათ რამდენადაც დურმიშხანის ნათელჯერსტონ ამას ნამდვილად იმსახურებს. რაც შეეხება თვითონ შეჯიბრების ორგანიზაციას, შიდა ქართლის მხარის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის რეგიონის ორგანიზაციის მხარდაჭერით დაიწყო შეჯიბრებები ამ 4 რაიონს შორის. ჩატარდა უკვე 2 წრე. ერთი გორში სოფელსკრაში, მეორე კასპში, მესამე ტარდება აქ სოფელსკრაში, მეოთხე ჩატარდება ხაშურის რაიონის სოფელ ვაღაჩი და მეხუთე ჩატარდება ისევ გორში. ვფიქრობთ ამ ჭიდაობამ თავისი დიდი ინტერესი უნდა გამოიწვიოს საქართველოს მოსახლეობას შორის, ჩვენს რეგიონის მოსახლეობას შორის და ვფიქრობთ ამით ხელს შეუწყობთ ქართული ჭიდაობის კიდევ აღმავლობას. ქართული ჭიდაობის, რომელსაც მრავალი ფარგლავანი მისცა მსოფლიოს სპორტის სხვადასხვა სახეებში. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ თქვენს აგრძელობით საქმიანობაში და საერთოდ ამ ქართული ჭიდაობის მომავალს.